გავაგრძელოთ მეგობრებო, ეხლა მეორე ნაწილი ვისწავლოთ. ესე იგი, რა ხდება? მეორე ნაწილი იწყება მეოთხე ხაზის ბოლო ტაქტიდან. ესე იგი, ბოლო ტაქტი არის აი ეს. 1 2 3 და სტაკატოები აქ. კი, ნახეთ? ესე იგი, არის მეორე ოქტავის, მესამე ოქტავის ბოდიში დო, სი, ლა. ესე იგი, 1 2 3 აი ასე მოვყვებით, ხო? შემდეგ ნახეთ, აი აქ წერია, აი ეს უნდა დაუკრათ ეს ლასი, ესეთი ის არის. შეხედეთ წელი. ესე იგი, ლა, სოლ, 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 სოლ. პირველი ტაქტი ნახეთ. აი ესე შეხედეთ. და აქცენტი უნდა გავაკეთოთ ლაზე. შემდეგი ტაქტი ისევ ეგრეა. მესამე ტაქტიც. 1 2 3 იგივე. ანუ გავიგეთ, ხო, ნახეთ? ესე იგი, მოდით აი ამ ტრელების გარეშე ჯერ. ესე იგი, ლა, სოლ, 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 ლა, სოლ, 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 ლა, სოლ, 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 1 2 3 აქ პაუზაა, მეგობრებო, არ ჩანს ნოტებში. 1 ხო, უკრავთ აი ამას. 1 პაუზა, ო, რი, სა, მი, აი ასე. ეხლა ნახეთ რა ხდება მარცხენა ხელში. არის რე, სოლ, ფა, ჩვენთვის ნაცნობი, ხო? 1 2 3 ისევ პატარა ოქტავის სოლ. 1 2 3 და ისევ სოლ, ფა. ანუ მარცხენა ხელში ხა ჯერჯერობით აქ ახალი არაფერი არ არის, რაც იყო პირველ ნაწილში, ის არის, ხო? დო, სო, მი, სოლ. ნახეთ 1 2 3 1 2 3. მოდით გადავაბათ, ნახეთ. 1 2 3 ნახეთ. აი ამ ლასთან ერთად უნდა დავუკროთ რე. 1 დავიგეთ. მოდით კიდევ ერთხელ. ეხლა ნახეთ რა მინდათ გითხრათ. ესე იგი, ხომ გავაკეთებთ ესე და აი ამ ლასთან ერთად დავუკრავთ რეს მარცხენა ხელში. შემდეგ 1 სოლი, შემდეგ აი ამ სოლ ფას, ნახეთ, დავუკრავთ მეორე სოლთან, მერე 1 სოლი, მეორე სოლთან. ანუ ერთის გამოტოვებით. ზუსტად იგივე ხდება შემდეგ ტაქტში, ნახეთ. გადავედით მეორე ფურცელზე. ესე იგი, ნახეთ, შემდეგ ისევ ეგრევე გაგრძელდა, ზუსტად იგივე 1 2 3 და აქ აღარ არის ახლა ეს ტრელი, აი ეს აღარ არის და პირდაპირ 1 2 3 და ახლა ნახეთ, აქ წერია შემდეგ მეორე გვერდის პირველი ხაზის მესამე ტაქტი პოკორით და მოლტო რიტენუტო, პოკო რიტენუტო, მოლტო რიტენუტო. ანუ ჯერ ნელა ცოტათი შევანელებთ და მერე ძალიან შევანელებთ. და ნახეთ რა წერია მარჯვენა ხელში. ლა ბემოლ, სოლ, სოლ, სოლ. ნახეთ 1 2 3 1 2 3 შევანელეთ, ხო? აქაც ზუსტად იგივენაირად არის. პირველი ორი ნოტი არის ლეგატოზე, შემდეგ სტაკატოებით მოდის. მოდით დაგიკრავთ. 1 2 3 1 2 3 1 2 3 ხა ნახეთ შევანელოთ 1 2 3 1 2 3 ეხლა სადაც ვანელებთ პოკო რიტენუტო რო წერია. მარცხენა ხელში არის მეოთხე თითით ავიღოთ დო, 1, მერე մի ბემოლ სოლ. ნახეთ 1 2 3 და შემდეგ არის პირველი მეორე თითით ფა ავიღოთ და სი ავიღოთ 1 2 3 ასევე
ნახევარი ნოტაა და წერტილი აქვს, ანუ ვაგრძელებთ მისი გრძლიობის ნახევრით, ხო, გამოვა 3. ესე იგი, ნახეთ. 1 2 3 1 2 3 და ეხლა მე წერეთ ტემპო, ანუ ისევ პირვანდელ ტემპში უნდა დაუბრუნდეთ და არის ფორტე. ვუკრავთ ხმამაღლა. ეხლა ვნახოთ რა ხდება აქ მარჯვენა ხელში. მარჯვენა ხელში არის მეგობრებო მეორე ოქტავის ფა ძიეზი და რე ძიეზი არის მესამე ოქტავი. შეხედეთ. ეხლა რა ნოტები არის აქ? ესე იგი ფა ძიეზ, რე ძიეზ, 1 არის, ნახეთ პირველი მესამეთი ავიღოთ, ჯობია. შემდეგი სოლ, მი არის ეს მეგობრებო. ანუ მეორე ოქტავის სოლი და მესამე ოქტავის მი. ვისაც გინდათ გამოთვალეთ, ნახეთ. მესამე დამატებით ხაზი 1 2 3, ვისაც აღარ გახსოვთ, ესე იგი 1 2 3, აი ვაკეთებთ ესე. 1 2 3. ეხლა მეორე ტაქტიც, მეორე ხაზის, ნახეთ, იგივეა 1 2 3 და აქცენტებს ვაკეთებთ ბოლო ბგერაზე, ხო? შემდეგ ნახეთ, ეხლა ხო ვაკეთებთ ორჯერ ესე 1 2 3, იგივე 1 2 3. ეხლა ზუსტად იგივე 2 ლეგატო და 1 სინკოპა, ნახეთ როგორ ვაკეთებ 1 2 3 1 2 3. ნოტებს გეუბნებით. სოლ მი, მეორე ოქტავის სოლ, მესამე ოქტავის მი, ლა, მეორე ოქტავის, მესამე ოქტავის ფა და ისევ იგივე. შემდეგ ნახეთ, მესამე ხაზეც იგივე. პირველი და მეორე ტაქტი ერთნაირად. მოდით რომ არ დავიბნეთ კიდე ნახეთ. 1 2 3 პირველი ტაქტი, იგივე მეორე ტაქტი 1 2 3. ეხლა სოლიდან ვაკეთებ 1 2 3. მესამე ხაზი იგივე 1 2 3, იგივე 1 2 3 და ხა შეხედეთ სადაც გავჩერდით. ზუსტად იგივე ნოტები და უკან მოვდივართ. ნახეთ 1 2 3. ნახეთ. ხო უკრავდით. ეს ეხლა პირიქით მოვდივართ. 2 3 1 2 3. შემდეგ მარჯვენა ხელში პაუზებია მეორე ოქტავი, მეორე ხაზის ბოლო ოქტავაში, მესამე ხაზის ბოლო ოქტავაში და ფორტისისიმო. ნახეთ, 3 ფორტე აწერია აქ. მივაქციოთ ყურადღება, ესე იგი ეს არის კულმინაციური მომენტი, ყველაზე ხმამაღლა ვუკრავთ. ხო, რას ვუკრავთ? ყველაზე ხმამაღლა, ნახეთ, ვუკრავთ სოლს. ეს არის კონტროქტავაში სოლი, ხო? 1 2 3 4. მესამე დამატებითი ქვედა, მესამე დამატებითი ხაზის ქვემოთ. ნახეთ, პირველი ხომია, მეორე, მესამე და იმის ქვემოთ, ვისაც არ ახსოვს. კონტროქტავის სოლი არის მოკლედ ეს მეგობრებო. ეხლა მოდით აი მეორე გვერდის მეორე ხაზის მარცხენა ხელი ვნახოთ, აი ამის მარცხენა ხელი, ხო, რა ხდება? ბანის გასაღებში ვართ უკვე, მანამდე ვიყავით ვიოლინოს გასაღებში, ერთადერთხელ იყო ბანის გასაღებში, არა ხო, პირველი ნაწილი იყო, ესე იგი, ძირითადად ვიოლინოს გასაღებში, მერე გადავედით ბანის გასაღებში, შემდეგ ისევ გადმოვინაცვლეთ ვიოლინოს გასაღებში მარცხენა ხელში და ეხლა აი ამ მომენტთან ერთად ვართ ბანის გასაღებში. ხო, რა ხდება? ეს არის დო, ნახეთ. 1, ხო, 2 3 უნდა გავაკეთოთ, ხო? 1 2 3, ნახეთ თუ როგორ იქნება 1 2 3. აი ასეთნაირად არის და უნდა ჩავსვათ ეხა ეს ბგერები. ეხა გეუბნებით რა არის აქ. ეს ხო თქვით? დო, ხო? მცირე ოქტავაში. ეხა ნახეთ სოლ, სი, დო, მი, 2 3. აი ესე ავიღოთ მეხუთე, მესამე, მეორე 2 3. ესე ავიღოთ. ნახეთ. შემდეგ არის სოლ, შემდეგი ტაქტი და იგივე ბგერები 2 3. ნახეთ, ესე იგი 1 2 3 1 2 3. ეხლა არის რე, ნახეთ 1 2 3. ნახეთ ლა დო რე ფა 1 2 3 და აი ეს კონტროქტავის რო გითხრათ 1 2 3 ბოლომდე გვიჭირავს წერტილიანია აქ კი ცუდად ჩანს, მაგრამ 1 2 3.
მოდით კიდე გაჩვენებთ. ნახეთ. 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 მოდით თუ გინდათ დავუკრათ ჯერ ეს მომენტი შევაერთოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. კარგით, ნახეთ. შეხედეთ ახლა აი ამ დოს ვუკრავ აი ამ ფაზიეს რეძიესთან ერთად. ნახეთ. 1 2 3 1 2 3 ხა რე 1 2 3 1 2 3 fortissimo ხო აქ ხმამაღლა. ახლა ნახეთ შემდეგ ხო ქონდა ჩვენ უკვე გავარჩიეთ შემდეგი სტრიქონიც მარჯვენა ხელით აი ისევ დაგიკრავთ 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 ახლა ამის მარცხენა ხელი ნახოთ. შემდეგ ნახეთ აი რე არის ეს პირველი დამატებითი ხაზის ქვევოთ აი ვისაც არ ახსოვს ხო 1 იგივე 2 3 ანუ ნახეთ კარგი ის არის რომ ერთი და იგივე ნოტებში ვტრიალებთ არის მაგათი კომბინაცია ხან ქვევით და ზევით უკრავთ ხან ზემოდან ქვევით უკრავთ და არ არის რთული მოკლედ რა აქ არის რამდენიმე აკორდი სულ და დავიმასხსოვროთ 2 3 მერე სოლ 1 2 3 ხა დო ნახეთ 1 და პირველად რო ავიღებთ 3 და 1 2 3 ისევ კონტროქტავის სოლი ხო ნახეთ დაგიკრათ ეს მომენტი როგორ იქნება ნახეთ 1 2 3 1 2 3 ხა პირიქით მოვიდეთ 1 2 3 1 2 3 მოდი დაგიკრავთ ახლა მე აი ამ მომენტს ამ ორ ხაზს მოდით ვეცდები რომ ნელა დაუკრა აი ესე ნახეთ ახლა აი ეს რაზეც ვილაპარაკეთ ესე იგი, ახლა გადავედით ბოლო ორ სტრიქონზე. ბოლო ორი სტრიქონი იქნება ძალიან ნაცნობი, იმიტომ რომ იმეორებს, ახლა გეტყვით საიდან. პირველი ხაზს მესამე ხაზიდან, მესამე მეოთხე ხაზს იმეორებს. ნახეთ, ფაზიეს, რეძიეს ფაზიეს 1 2 3 რო ვაკეთებდით, ზუსტად 1 შემდეგ რე სოლ თუ გახსოვთ, ხო? შემდეგ 1 2 3 1 2 3 და ზუსტად ისე ნახეთ 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 2 3 მარცხენა ხელიც იგივე დო մի სოლ ზუსტად ის მომენტია აბსოლუტურად ერთნაირია 1 3 1 2 3 1 2 3 1 და პიანისისიმო. ანუ სამი პიანო ძალიან ხმადაბლა აქ პიანოებია, მერე ფორტე ხო იყო ეს ნაწილი აკორდებით, სადაც იყო და შემდეგ პიანისიმო, ხმადაბლა და შემდეგ პიანისისიმო. ანუ ძალიან ჩუმად უნდა დავამთავროთ. მოდით შევაერთოთ ეს ნაწილიც აქ. უნდა დავუკრათ ძალიან ნაზა და ჰაერონად ვალსია ეს. ხარით ის მომენტი. აი ესე დამთავრდება. იმედია მოგეწონათ. მოვალ შეხვედრამდე.